ნორმალურად მაქვს ყველაფერი კაი, პროსე პიჯაკია ცოტა დიდი. ცოტა. არა, ესეც სტილია, არა. ითხოვე თუ შენი? დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარი იქნება ადამიანი, რომელიც ესეთი თვალსაჩინო ქალბატონია და რაღაც კოლორიტული ინდივიდია, ჟურნალისტი, მედეა ჩარკვიანი იქნება დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარი. მთელი ბავშვობა მესმოდა ნაცნობებისგან, რომ მედეა ჩარკვიანი არის ძველი ბათუმელი. პრინციპში ასეც არის, ხო? კი. რას გულისხმობდნენ ძველ ბათუმელობაში? ალბათ, როგორც დაბადება, ისე ოჯახი, ისე წინაპრები, ისე შენი დამოკიდებულება, ტრადიციები, წესშეულება, ხასიათი, სულიერი კონსტიტუცია, შინაგანი მდგომარეობა და ყველაფერი ერთად. აი როგორია ბათუმური სულიერი მდგომარეობა და კონსტიტუცია? ვაიმე, პირველ რიგში რა თქმა უნდა ეს ქალაქი ასოცირდება ზღვასთან და მზესთან. ეს ჭირდება ძალიან უხდება ამ ქალაქს და საერთოდ ამ ქალაქში ხდება ყველაფერი რაც აქვს. რაღაცა მარადიუხივლიანი ქალაქი და აი გურამ დოჩანაშვილია პირველად წავიკითხე, მე 9 კლასში ვიყავი, სამოსველი პირველი, მაშინ მივხვდი რომ ის ქალაქი, რომელშიც ლაპარაკი იყო ამ ნაწარმოებში, ეს ქალაქი იყო ზუსტად ის ქალაქი, რომელშიც ცხოვრობდი მე. და მე რა ვიცი, მე ჩემი წარმოვიდგენდი რომ ამ ქალაქშიც იყო დომენიკოები, ის პერსონაჟები, ანა მარიადან დაწყებული, ქალი ტერეზათი დამთავრებული და ის ადამიანები, რომელიც ასე უხდებოდა ჩემ ქალაქს და მაინც სულ მგონია რომ ეს ქალაქი არის ზუსტად დოჩანაშვილის ის ლამაზ ქალაქი, რომელზედაც იზრდებოდა მთელი საქართველო. ყველა ქალაქი განიცდის რაღაც პროგრესს, ტრანსფორმაციას, იცვლება დროსთან ერთად. აი იყო მაშინ რაღაცა ისეთი, რაც დღეს აღარაა და ალბათ სავარაუდოდ აღარც დაბრუნდება. სახლები, ის ქუჩები, იმ ფორმით, რა თქმა უნდა, როგორი ჩემს ბავშვობაში იყო, ის ყველაფერი, რაც იწვევდა ჩემს ყველაზე ბავშვურ გულწრფელ ემოციას. ხო, მე საუდი მეცხრეში, რომელიც ძველ ქუჩებში ვიყავ. ეს იყო მარქსის და გორკის კვეთაში, ეხლა რომ ხელოვნების უნივერსიტეტი. მათ მეცხრე სკოლა იყო. კი, ეს იყო მეუბნა. მართლა, რომელ გითხრათ რა საკითხია? ვაიმე, რამდენი წელი. ხო, ეს იყო 80-იანი წლები ჩემი ბავშვობა. ვარდების სკვერთან როდგა აქ რა იყო? შენს ბავშვობაში იყო თუ შენ იმდენი? მე არ მომესწრო, მაგრამ შენ არ მოგიწევ, მაგრამ გადმოცემით ხო? წინა რესპონდენტმა მიამბო, ნინო სურმანიძემ. იამბობდა რომ აქ იყო ძესმიერ, ხო? ბავშვთა სამყარო. აი ვგიჟდებოდი მაგ ბავშვთა სამყაროზე, იმიტომ რომ მაგ იყო აქეთა მხარეს კინო პიონერი და მაგაც დავდივი და იქ სკოლიდან რომ მამაც ჩემი ყოველთვის მაძლევდა ფულს, რა ვიცი რაც კი მამა იყიდნენ და მანეთი რა ფული იყო, ახლა მოგეხსენებათ 80-იან წლებში. ო, რა ხლობარაკო შე. და რომ აძლევდა არ იცი სანამ. ხო. და აგის მანეთიანი დადიოდა. ხო, როგორც წესი. დამაბრალე მაგრამ. ანა, როგორც წესი. აუცილებლად რომ დამივთავრდებოდა გაკვეთილები, გადავიდოდი ბავშვთა სამყაროში. ეს იყო როგორც რიტუალი. რაიმეს აუცილებლად შეიძენე. ამ ბავშვთა სამყაროში იყო უამრავი რაღაცა. და აი ხა მე სასმელს და ფეხსაცმელს ხوار ვიყიდით ახლა ამის აუცილებლობა რა თქმა უნდა. შოკოლადები, კანფეტები ალბათ, ხო? არა. სათამაშო. ალბათ მე 7 კლასამდე და მერვე კლასამდე ესე ყიდულობდი ისტერიულად სათამაშოს. და ეხა უახლოვდებით ჩემს საყვარელ რაიმე მუსიკალს. როგორც ყველა ბავშვი მეცდავდიოდი. ზაქარია ფალიაშვილი სახელობის მუსიკალურ სკოლაში. მაშინ სკოლაც იყო და სასწავლებელიც. ანუ თქვენი ნებით მუსიკალურს დადიოდით ვეძახდით ჩემს ახლა. ვაიმე, ბავშვობაში. ჩემი აქ ნებით. მისი ნებით მისული მე მისი ერთი ადამიანი არ ვიცი. ხო, ერეკლე მართალია, ძალიან ბევრჯერ მქონდა ცდელობა მე და ჩემს დას, რომ აგვეხსნა დედაჩემისთვის, რომ არ გვინდა მუსიკაზე სიარული ძალიან გთხოვდი და რა არგუმენტი მოყავდა რომ ბევრ დროს გვართმევს ეს პიესა ეტიუდი და ბევრი მეცადინეობა ჭირდება და რაღაც და არა ვარ მომზადებული და დედაჩემი ამბობდა სანამ მე ცოცხალი ვიქნები არავითარ შემთხვევაში არ გამოხვალ სკოლის ტოლფასი იყო ჩემს ბავშვობაშიც ასე იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ყველაზე საინტერესო რა იყო ჩემ ნუ ეს მუსიკა სპეციალობა ეხა არ ვიტყვი სახეს და გვარ ჩემი მასწავლებლებს მქონდა 3 საათზე და ჩემი პედაგოგი უნდა მოსულიყო იქეთა მხრიდან 9 მარზე ცხოვრობდა რა გამოვიდოდი აქ დავდგებოდი და ვიყურებოდი მე არ მოვიდეს ხო ვიყურებოდი მოდის თუ არა როგორც კი შესრულდებოდა 3 საათი და არ იყო ნუ მოსული სასწრაფო წესით ჩამორბოდი კიბეებზე და რომც დამენახა რომ მოდიოდა ზურგს ესე ვაქცევდი და მივმოდი იმიტომ რომ ესე საკუთარ თავთან ხომ დავყოფილიყავი მართალია ესე იგი ნუ არ არის ახლა ამ დროს 3 საათზე არ არის და მე არ ვიცი არ დამინახავს და იქეთ უკვე აღარ ვიყურებოდი ვირბოდი და რო დავამთავრე მუსიკალური
ჩემს მეგობრებს ვეუბნები, ერთი რამ ნამდვილად ვიცი. აი ეხლაც რო წამოვარ მე უთხარი გორკის ქუჩაზე და პირი იქეთ მექნება, იქეთ მე უთხარი ცირკისკენ მეტი რომ მოუახოდები შაუმიანის და გორკის მხარეს, მარჯვენა მხარეს არ გავიხედავ. ანუ მიუხედავად იმისა, რომ არ მიყვარდა ფორტეპიანოზე სიარული, ჩემი პედაგოგი იყო მარი დავიდოვნა, მარია შური. ო, გადასარევი. ეს ერთ-ერთი ცნობილი და ესე დამსახურებული პედაგოგი. მიუხედავად აი ჩემი რაღაცა მაინც ძალიან მიყვარს ეს შენობა, იმიტომ რომ ბავშვობასთან ასოცირდება, იმ ჩემს ბედნიერ ბავშვობასთან და ნუ მამაჩემთან, იმიტომ რომ მამაჩემიც პიანისტი იყო და ამ შენობასთან რო ჩამოვილი, მე ბედნიერდები. ხო, ყველა საინტერესო რა, ეს მაშინ ხო თქვი რომ დავამთავრე. და მე ალბათ რო გავიდა ეს რაღაც დაძაბულობის წლები და რაღაც და სტუდენტობის პერიოდში რო ჩამოვედი უკვე და ვაიმე რა ბედნიერი ვიყავი და როგორ მიყვარს ახლა ეს ის ადამიანები ვინც აქ მუშაობს ნუ დირექტორი ხო საერთოდ ჩემი მეგობარი და ჩემი კლასელი და ჩემი დაქალი არის საერთოდ ეს აი ეს ხეივანი აი ჩაყოლებაზე და ჩემთვისაც ზუსტად ეს ყველაფერი ასოცირდება ბავშვობ. აი როგორ ტრანსფორმირდება შენი ემოციები ბავშვობის შემდგომ და რა ფორმა შეიძლება მიიღოს მოგვიანებით. ერთი ჩემი მეგობარია და ერთი ასეთი ფრაზა მითხრა რომ თქვენ გახსენათ და ანუ მედიკო არისო ძმაკაციო რა. მაგარო გვერდში დგომა იცისო და გაგება იცისო, ბევრი კაცი ვერ გაგიგებს მასეო. ეს კაცმა თქვა? კი. ხო და ეს მართლა ასეა? მე ვილაპარაკო საკუთარ თავზე. უნდა თქვა, ეს ძმაკაცობის ამბავია. კითხე. მეც გამიგეს, რაც მხეც პატარა ქალაქია და ეს ყველა სტუდენტმა სხვათა შორის. ყოფილმა ვიღოთ, ხო, აი რაღაცა ალბათ აი ბესო იქნებოდა დუმბაძიან, გიორგი მურვანიძე წერო, ეგენი ყველა ჩემი სტუდენტები ყონა. სულ მეუბნებოდნენ რომ რა დროსაც, როდესაც არ უნდა გთხოვოს ნებისმიერმა ადამიანმა. რაც შეგიძლია ყველაფერი უნდა გაუკეთო, იმიტომ რომ შეიძლება მოვიდეს რომ და ძალიან ინანო იმის გამო რაღაც არ გააკეთე. ხო, სულ ამას მეუბნებოდნენ და მე ყოველთვის ვცდილობდი რომ ეს დარიგება მამაჩემის და დედაჩემის ყოველთვის გამეთვალისწინებია. სხვათა შორის ხიში დამდგომი ადამიანები გაცილებით ნაკლები არიან ჩვენ სირკულში. ვიდრე ჭირში. იმიტომ რომ ჭირში ისინი თვლიან რომ ეს ევალდებულებად და ხილში ისინი თვლიან რომ ახლა არ არის აუცილებელი ამის აფიშირება ან გვერდით ეს ისეც ნათელია, ხო? მაგრამ რამდენი მოხარული და ბედნიერი არის შენი ხინის გამო, ეს არის შენი პატივისცემის და სიყვარულის ხარისხი, რომელიც გეომეტრიულად იზრდება შენ დამოკიდებულებას. 100%-იანი ამბავია, წლების წინ დედაჩემმა მითხრა სხვათა შორის და ის სულ მახსოვს. ადამიანს ჭირში კი ვერ ამოიცნობო. აი ხინში როგორი იქნება, მაშინ მიხვდები ეს ადამიანი ნამდვილად არის თუ არა შენი მეგობარი. სწავლის პერიოდში ბულვარში მუშაობდა ჩემი მეზობელი ეთერი დეიდა. ადუღებდა არაჩვეულებრივ უგემრიელეს ყავას იქ, სადაც ახლა არის მწვანე ბარი. დედაჩემი რო გაგვასეირნებდა საღამოობით, აუცილებლად რომ მივიდოდით მასთან, მახსოვს რომ კაი ახლა გულიკო არ გინდა არაფერი არ თქვა იტყო და ბავშვებს დავალევინოთ ყავა. ისე იყო რომ ხო ბათუმური ყავა ისე მოუდუღოთ და ნაყინსაც მოაყოლებდა არაჩვეულებრივად. ანუ ყავის დალევა პირველი აღიარება იყო რომ გაიზარდა. ხო, რა თქმა უნდა. მაგრამ ნახეთ ყავის დალევას ჰქონდა საინტერესო ტრადიციები ჩვენს სამეზობლოში. გათბობის ბატარეიკები როა. იქ იყო პაზივნიე როგორა, აი რო დააკაკუნებ და რამდენჯერაც დააკაკუნებ და იმ სართულზე გეძახოდნენ ყავის დასალევას. მართლა? ეგ არ ვიცოდი. როგორ ჩვენთან იყო. ეს ისინი როა გამათბობლები ძველი რკინის. ხო, ძველი გამათბობლები ხო არის. და ეგრეთ წოდებული ბატარეიკები და იქ დააკაკუნება, ესე იგი ეს ნიშნავდა მოწვევის ნიშანს ყავას. და რამდენი დააკაკუნებაც იყო იმ სართულზე იყო ამბავი. ხო, იმ სართულზე ანუ იქ შეთანხმებული იყვნენ, ესე იგი წინასწარ ხა ასულიყვნენ ეთერისთან თუ ასულიყვნენ ციურისთან თუ ვისთან მიდიოდნენ, ესე იგი რა, იმის მიხედვით და ეს ყავისმა იყო რაღაცა ძალიან ბათუმური რიტუალი და ნუ აუცილებლად რომელიც უკავშირდებოდა რა თქმა უნდა კითხაობას. გამორიცხული იყო რომ ერთმანეთისთვის ყავაში არ ჩაეხედათ. რატო? და ამ დროს არც ერთმა არ იცოდა მკითხაობა. ხო, ახლა ნახე ვისი მართლდებოდა უფრო მეტად რომელიც კარგად ხედავდა ფიგურებს. ნუ ალბათ რომელსაც უფრო მხატვრული თვალი ქონდა, ხო? ხო და რაღაცები ახლა ხო ემთხოვოდა რომ ეუბნებოდა და ვაიმე იყო მერე მტკიცებები იმასთან დაკავშირებით რომ ამიხდა შენი დამკითხავები. ახლა ერეკლე ვაიმე ცოტა სუსტად მაინც რო არ ვიყო ვიდრე ვარ. სპეციალურად ეს ბიჭი მასული თქვა გადასალევი. გენაცვალე შენ.
ეს არის ქუჩა, რომელიც ყველაზე მეტად შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მეტად მიყვარს ბათუმში. მიხედავთ იმისა, რომ ძალიან პატარაა. ეხლა არის ირაკლიაბაშიც და მაშინ იყო რა თქმა უნდა ჩვენს ბავშვობაში ბლაგოევგრადის. ეს ქუჩა იყო მთავარი ხიდი, რომელიც აკავშირებდა ჩვენს ბიჯაჩემის სახლთან, ჩარკვიანების ცნობილ სახლთან, რომელიც აი ამ კუთხეში არის სკვერის გვერდით. ყოველ შაბათ-კვირას სტუმრობდი და ვგიჟდებოდი ისე მომწონდა სტუმრობა. დადიოდა მასთან ძალიან ცნობილი ბათუმური ოჯახების ცნობილი ქალბატონები, განსაკუთრებით მახსენდება ბიცოლაჩემი ქალბატონი მერი ჯაფარიძე, რომელიც ულამაზესი ქალი იყო და რომლის ულამაზესზე ლეგენდები დადიოდა მთელ ქალაქში და როცა მივიდოდი ხოლმე ძალიან ვუყვარდი მე განსაკუთრებულად და აი რა მომიტანი ახალი ამბავი მეტყოდა ხოლმე. რაღაცებს ჭორაობდით, რაღაც ბავშვობაზე უყვარდა ძალიან წერლებზე და განსაკუთრებით რუსულ პოეზიაზე საუბარი. ეს იყო რაღაც ისეთი საუბრები, რომელიც მთელ ჩემს ბავშვობას რაღაც ესეთი ისფერ შუქა გაყვა. იოსები არის ბაბუაჩემის ძმა, ლევანი და ოთარი მისი შვილები. ლევანი ცნობილი ექიმი, აკადემიკოსი და ოთარი ცნობილი მშენებელი, რომელიც იყო მეათე ტრესტის მმართველი. აი და ეს სახლი იდგა აქ არაჩვეულებრივი ჩარკვიანების სახლი, რომ და ყველა ბათუმელისთვის ეს იყო ცნობილი ჩარკვიანების სახლი, როცა ახსენებ. აი რა არის ქალისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ იყოს ბედნიერი? სუფრაზე ხო ხშირად ცომი, სუფრასთან რო არის ხშირად ცომი და კითხულობენ ესა რუსულათაა კარგად. Что такое женское счастье? და ის მე ეუბნება ის პერსონაჟი, რომ когда тебе понимают, როცა შენ გიგებენ. ბედნიერება ალბათ არის, როდესაც ცხოვრობ შენ საყვარელ ადამიანთან და ყავს, რა ვიცი, საყვარელი შვილი, შვილები გვერდით, გააქვს საყვარელი საქმე, რომელსაც აკეთებს სიყვარულით და როცა იცი შენი პერსონის ღირებულება და ფასი ამ ცხოვრებაში. ანუ ზუსტად იცი სად ხარ, რა მისია გეკისრება, რისთვის ხარ იქ და რა უნდა გააკეთო. და ისეთ ადგილას როცა ხარ, საიდანაც იცი, რომ ყველაზე მეტის გაკეთება მხოლოდ ამ ადგილიდან შეგიძლია რა. ანუ როცა ზუსტად აღმოაჩენს შენს როლსა და მისიას ამ ცხოვრებაში. მისიას რაც გაკისრია და რაც გევალდებოდა ძალიან გზაზე შენ იპოვო შენი მისია. კი, სტუდენტებთან პირველ ლექციაზე რო შევედი, ვუთხარი რომ ეხლა ერთი რაღაც კითხვა მაქვს თქვენთან. მითხარით ხო ყველამ სათითაოდ რატომ აირჩიეთ ეს პროფესია? ეს არის ის, რაც მთელი ცხოვრება გინდა რომ დიდი სიყვარულით აკეთო, თუ ეს არის უბრალოდ შემთხვევით მოხვედრილი ადგილი? მე უკვე წლების შემდგომ, როდესაც დაამთავრა ამ ბავშვებმა უნივერსიტეტი, ხშირად როცა შევდიოდი ბანკში, ხვდებოდა სულ ჩემი ყოფილი სტუდენტები. მე სულ ხუმრობდი ხოლმე ბანკისთვის გაგზავნე, მე. ხვდებოდა სასტუმროებში ადმინისტრატორებად, რომელთათვისაც არ აღმოჩნდა ეს პროფესია საკუთრივ მათი, ხო? მაშინ რო ეგძნოთ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ სულ ვეუბნებოდი, არასდროს არ არის გვია. გადაწყვეტილების მიღება თუ გინდ შეცვლა, ეს არის საკუთარი თავის პოვნის ძალიან რთული გზა. ანუ ყველა პრობლემა, რაც შეიძლება მოხდეს ადამიანში, შეიძლება ითქვას, რომ აი იქედან გამომდინარეობს, რომ არასწორი არჩევანი რო გააკეთა. საქმე არ აქვს დაპოვნი, რაშიც ენერგიას და სიყვარულს ჩადებს. არასწორი არჩევანი გააკეთა. რა თქმა უნდა. იმიტომ არის მაგალითად ცხოვრებაში უბედური, იმიტომ არის ტრაგიკული, იმიტომ აქვს ტოქსიკური ურთიერთობები, იმიტომ საზოგადოებაში ვერ ადაპტირდა, იმიტომ რომ არ აკეთებს საკუთარ საყვარელ საქმეს, იმიტომ რომ არ ის რასაც აკეთებს არ არის მისი. იმიტომ რომ ის რაც მას მოწოდებით პრინციპში უნდა გაეკეთებია სიყვარულით, ვერ აკეთებს, იმიტომ რომ ეს არ არის მისი არჩევანი. 70% აკეთებს მისთვის არასაყვარელ საქმეს, არაფერი. ჩვეულებრივ რუტინულია ეს მისი მუშაობა. ეხა ჩემ დროს მაგალითად მე როცა სტუდენტი ვიყავი, ეს რაღაცა რომ ეს არ მინდა და მივატოვებ ამას და ანდა რო გეთქვა სახში რომ არ მინდა, ეხა მე სამედიცინოზე სწავლა, მაგალითად ჩემმა მეორე ახლობლის შვილმაც მიატოვა სამედიცინო და გადავიდა საერთოდ სხვა ფაკულტეტზე. მიუხედავად იმისა, რომ მისი არჩეული სპეციალობა იყო, ხო? მე ეს არ მინდა, არ მომწონს, იმიტომ რომ მე აღმოვაჩინე, რომ ეს არ არის ჩემი საქმე. ეს არ რთულია, ეხლაც კი რთულია, ამის დაფიქრება, მაგრამ ჩვენ დროს ეს იყო თითქმის წარმოუდგენელი, რომ გეთქვა, რომ სადღაც ჩავაბარე და ეხლა გადაწყვიტე, რომ ეს არ არის ჩემი საკეთებელი საქმე. იგივე რთულია, იმიტომ რომ ეს არჩევანი შე რაღაც ფიქრის შედეგად გააკეთე, მე შემშობლებს შეუთანხმდი, მე ეს ყველაფერი მოაწესრიგე, მე ეს ყველაფერი, მე დედა ხალხი რა სიტყვის ვერ ეს არის მთავარი ქართული პრობლემა. ხო, ნუ ეს ხო
ქართული ვარიანტია სამეზობლო ადამიანებს ცოლი მოყავთ მეზობლების გულისთვის ვინ რა სიტყვის და როდის დამინახავს და მანქანიდან არ გადმოვიდე და დედა აქ ფეხდადგმული არ დამინახო და რაღაცა ფაიმე ჩემი ერთი მეგობარი ეხა ამაზე გამახსენდა ძალიან სასაცილო ისტორიას მოგიყვებით 90-იანი წლები ქუთაისში ვარ ჩასული და არაჩვეულებრივი დაქალი მყავს ქუთაისელი და ხა ქუთაისი ხო იცი რა ტრადიციული ქალაქია და ახალ გამოსულია ის ჭიჭიკო ტაქსები ვარი რა რომელი პერიოდია არაშუქი არაწყალი არაგაზი დგავართ ეხლა უნივერსამი იყო იქ სასტავა ეს ერთი ვანია და სასტავაზე და მივდივარ ჩვენს მეორე კურსელთან შორს რაღაცა 2-3 კაკალი მანქანა დადის ქუჩაში ცოტა საერთაშორისო კრიზისია ქალაქური კრიზისიც და ეს ჩემი დაქალი მეუნება ინგა მეუნება დაუქნიო ხელიო და ვერ მივხვდი მე ვფიქრე ხوار რას დაუქნიო ხელი მეთქი და ტაქსო გოგო და არის საღამოა 7 საათია თუ რაღაცა რა შენ ვერ უქნე მეთქი და ვერ მივხვდი რატო შეიძლება სასტავას ხალხი დამინახავს რომ ტაქსო აჩერებო თელი ცხოვრება ამას ვიხსენებ და არ ვიცი ვიხოცები ციცილი რას ამბობ გოგო ხვა თელ ქუთაისს ეცემა სასტავაზე ვაშაყმაზე 7 საათზე ტაქს ხელი დაუქნიაო და ანუ იყო ხო ეს რაღაცა მორიდებები ძალიან მე მაგალითად დედა ჩემი იყო ძალიან მკაცრი ქალბატონი მაგალითად როგორი იყო დაბადების დღეებზე სიარო პატიჟობდნენ დაბადების დღეს იყო დაბადების დღე 5-ზე ვთქვათ დედა ჩემი იტყოდა 7 საათზე იქნები სახლში საკმარისი იყო დაგეგდიანებია 15 წუთი. შემდგომ დაბადების დღეს აუცილებლად გამოტოვებდი. ნუ ეს ხო ვიცოდით და ჩვენ ხო ეს ყველაფერი მოწესრიგებული ქონდა. ისე მენდობოდა ძალიან, იმდენად ვენდობოდი და იმდენად ერთგული მეგობარი იყო ჩემი, ვიღაცას რომ მოვეწონე და პაემანი რომ დამინიშნა, ვუთხარი რომ მე ახლა მარტო ვერ წავალ და ინტურისტებთან დამინიშნა, ინტურისტებისთან და წამოხვალ და შენცო დედა შენ ნორმალური ხარო? ეს უკვე სკოლას ვამთავრებ თუ რაღაცა და არა მე ვთხარი მაშინ მე მაგ წამსვლელი არ ვარ მეთქი რა თქმა უნდა არ წავსულა. იმიტომ რომ ეს ჩემთვის აი ამის გადალახვა რომ სადღაც ვიღაცასთან შეიძლება მისულიყავი პაემაზე შესახვედრად და რა თქმა უნდა აქ იქნებოდა პიონერული დისტანცია რასიზმამდე ხა ბულვარში და არ ტყამდი წრეს გახვიდოდი იქ მანქანების ის იყო რა ქვია ატრაქციონი და ეშმაკის ბორბალი გაიარდი ახლა დაილაპარაკებდი რა თქმა უნდა პიონერულად იქნებოდა ასე 2 მეტრიან და 1 მეტრიან დისტანციაზე რა როგორც კი გავიგებდი რომ ვინმეს ან მოუწონვა რაღაცა რო ვიცოდი რომელ ქუჩაზე ცხოვრობ და არა მაგ ქუჩით ვერ წამოვაჩე მეგობარს რატო ვერ წამ არა არ მინდა მაგ ქუჩაზე ესე აუქცევდი იმ კვარტალს და სხვა კვარტალს ამან რაღაცა ბარიერები შექმნა შემდგომ ცხოვრებაში თუნდაც რაღაც პირად ურთიერთობებში აი ახალგაზრდობის ბარიერები შექმნა ხო, ძალიან კონსერვატორული აზროვნების ვიყავი და ანუ ცოტა მოველუროსავით. დედა ჩემი მეუბნებოდა რა არის კაცო ეს რანაირა შეიძლება ყველა ბიჭს ეშინოდეს შენიოდა რაღაცა ცოტა ხო შეიძლება ისე რამე თუ არ მომეწონებოდა აპროტესტებდი რაღაცა საერთოდ ძალიან ბუნტარი ბავშვი ესეთი მიამბოხებაში ვიყავი რა. ანუ ყველაფერზე მქონდა ჩემი აზრი და ჩემი დამოკიდებულება. ну машинაც კი რა თქმა უნდა მაგრამ ესე ორი რამე ებრძოდა ჩემს პიროვნებაში ერთმანეთს თან ვიყავი ეგეთი კონსერვატორი და თან ვიყავი ხო ძალიან რთულია რომ ერთმანეთს ამიტომ სულ მუდმივ ბრძოლებში ვიყავი რა შინაგანად მაგრამ ზოგადად ბუნებით ვიყავი ძალიან თავისუფლების მოყვარული და ძალიან ინდივიდუალური. აქ არ ყოფილა არც ერთი მიტინგი, რომელიც პირველად დაიწყო და რაღაცა, რომ ჩამოვიდა ბატონი ზვიად გამსახურდა, იმ მიტინგზე ხო ვიყავით ჩემს მეგობრებთან ერთად და რაღაც და გამოვდი რაღაცა გამოვედი ამ მიტინგზე და მამაჩემმა გაიგო და რა თქვია იქ რაღაცა მე ვთხარი ძალიან ახალგაზრდული ესეთი. ასიტყვით გამოხვედი? ხო, შემართებულად და რაღაცა ისე გამოვედი მეთქი და მამაჩემმა დედაჩემ ახლა ამის გამოსვლები და ისინი გვინდა კიდე რაღაც მიტინგზე ჩვენ გადაცემაზე ვამბობ რომ ქორწილის გარეთ ჩვენ გადაცემა ერთხელ არ ყოფილა და სულ არის სიგნალები ახლა აგე წარაჩებდა იყავით ბედნიერები, გახარებულები და ყველაფერი საუკეთესო ქონდა ცხოვრებაში. შესაძლოა ინდივიდუალურია ყველასთვის და ასეც არის რა თქმა უნდა. მაგრამ შეიძლება ითქვას რომ აი გვიან შექმნილი ოჯახი და ურთიერთობა ბევრად უფრო მყარია ვიდრე რაღაცა
ადრეულ ასაკში. რომ უფრო დაღვინებული ხარ, ზუსტად იცი, რაზე ხარ ჩამოყალიბებული, რა გინდა, ვინ გინდა, რატომ გინდა, რა არჩევანი გაქვს, რა მიზანი და ასე შემდეგ. ახალგაზრდული ოჯახებიც მინახავს, მაგრამ მაინც თუ კი ვიმსჯელებ, ცოტა უფრო ასაკში შექმნილი ოჯახები, მაინც ალბათ უფრო. იმიტომ რომ საქართველოში ხო ეს კულტურა იყო რა რაღაცა. რო არიქა გაუთხოვრა თითლებოდა 25 წელს ზემოთ ხალი და არიქა შინაბერა და არის ტრაგედია და კი ეს არის, მაგრამ ის არის კარგი რომ ეხა ჩვენი შვილების თაობის ბავშვები უკვე ამას ართულიან სხვანაირად ფიქრობენ და შემშულს რო უთხარი დედა უნდა გაგათხოვო რა თქმა უნდა გავიხუმრე უნდა გაგათხოვოთ რამე წელს რაო ხოდა ხოლმე უთხარი მე რამდენი წელს ვარ უკვე და რომ მოვესწრო შენს შვილებს რომ გავზარდო და რა არინერვიულა დედა შენ მაგ ყველაფერს ჩემი ცხოვრება ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშით არის გაყოფილი სადემარკაციო ხაზით თეკლამდე და თეკლას შემდეგ იმიტომ რომ დედობა რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ ცხოვრებაში ადამიანის ქალის ეს არის ყველაზე საპატიო მისია, რომელსაც არც ერთ სხვა მისიაში არ გავცვლი არასოდეს. და როდესაც დედაჩემი მეუბნებოდა, რომ რაღაცას რო ვეტყვი და კაი დედა რა განერვულობს და რა სულ ცუც ფიქრობ, კაიზე ხო შეიძლება იფიქრო მაგათა რო არ დამირეკე ესე ვინერვიულე განვიცადე და რაღაცა სულ ვეუბნებოდი, რატო განიცადე კაცო, რატო ფიქრობ ცუც ხო პირდაპირ კარგი ხო შეიძლება იფიქრო მეთქი და არაო მითხრა, აი დედა რო არ ხარო არიციო რა ფიქრი შეიძლება წამოვიდეს წინა პლანზეო აი როდესაც გახდებიო მერე მიხვდებიო და მახსოვს სულ პირველი მიხვდრა როდის იყო ჩემი ეს დედური ინსტინქტები და ეს მისია რამდენად მნიშვნელოვანი ღირებული და ემოციურია ქალის ცხოვრებაში, როდესაც ჩემ შვილს ალბათ 6 თვის ასაკში მისცა 37-მა სიცხემ, როცა შევშფოთდი, გადავირიე და მე ვუთხარი, რამე ხوار მოუვა და რამე ხوار და არაო, მითხრა, სამი შვილი რო გავზარდეო, ბავშვი ისე არ გაიზრდება თუ სიცხე არის, მაგრამო ინსტინქტების დონეზე ხვდებიო, რომ მეუბნებოდიო, ცუდის ფიქრს რატო ვიწყებო? პირდაპირ კარგს რატო არ ფიქრობ და კარი ამბებს ხო შეიძლება მოხდეს და უცბად პირდაპირ ცუდს რატო ფიქრობ და მიხვდი ეხლაო? რატო ხარ ასე ტრაგიზმში ჩავარდნილიო და მე უთხარი არ შემიძლია ამის გადატანა, მგონია რომ რაღაცა და რამდენს კიდე გაივლიო მითხრა. სულ გაგახსენდები მეო და სულ მახსენდება და ბავშვის ავადმყოფობა მართლა აი გორიშელება და ზღვაზე რო დავკარგე ერთი ჩემი შვილი ანუ სულ აიცის კარგად და ალბათ დინებამ წაიყვანა და მე რაღაცას ვკითხულობდი წიგნს ვკითხულობდი რაღაცა ბიჭო ავდექი და ვეძებ და სად არის ჩემი შვილი და ასეთი გოგო ისეთი გოგო ესეთი ყვავილებიანი საცურაო კოსტუმიაცია ისაცია და არა არ გვინახავს და აი რაც გავიარე ალბათ 7 წუთის განმავლობაში ხო ამ სანაპიროს ხო ჩაუარე რომ დავიწყე და რო ვფიქრობ რომ ზღვარი წყნარი მშვიდი აუღელვებელი რა ვიცი სანაპირო და რო ვფიქრობ რომ შეიძლება არა ყველას უყურებ თვალებში რამე აღელვება ხო არ აქვს და რაღაცა და რო ვფიქრობ რომ შესაძლებელია ან წარიტაცოს ტალღება და რაღაცა და რამე დამემართოს მეთქი კინაღამ გადავედი ჭკუიდან და ნუ არ ვიცი რა ისტერიკა დამემართა როცა დავინახე აი მაშინ მივხვდი რომ 1000 რამ შეიძლება გაიფიქრო იმისთვის იქამდე მისვამდე ამებში შეიძლება დაასრულო ყველაფერი. ვაიმე და ეს ფიქრი ხო არის საშინელება, ამაზე უფრო ტრაგიკული ფიქრი ხო არ შეიძლება? არა, დედისთვის ამაზე საშინელება. ხო, რომ მოგდის ეს ყველაფერი, თავში და რო ფიქრობ, ხო რამდენად დამთრგუნველია და რამდენად ამომაყირავებელია ეს ფიქრი, რომ შეიძლება რაღაცა დაემართოს შენ შვილს. და ღმერთო, აი, ამიტომ ძალიან მინდა რომ ყველა დედა იყოს ბედნიერი მშობელი და ყველა დედმამაზე მშობელზე ვამბობ ბედნიერი მშობელი უნდა იყოს ყველა და შვილი უნდა უმყოფოს ყველას აუცილებლად ბედნიერად და ჯანმრთელად და კარგად და ჯანმრთელობის ფასი ზოგადად არ არის არაფერი, იმიტომ რომ ყველაფერი ამ ცხოვრებაში შეიძლება მოვიდეს შრომით, სიყვარულით, სიკეთით, კეთილგანწყობით და ასე შემდეგ. თუ კი იქნები ჯანმრთელი. მაგრამ შინაგანი ჯანმრთელობა თუ არაა, სულიერი სიმშვიდე თუ არაა, ეს ფიზიკურზეც რო გადადის. ხო, აი ამაშია საქმე. მერე უკვე იწყება როგორ ხდება ეს სულიერი სიჯანსაღე რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენ სირგვლივ და აი შენ შვილს რა უნდა ასწავლო და მე
ჩემშვენს ახლა როდესაც ის ძალიან ბევრ რაღაცებს დადიოდა იქ სპორტზე, ჩოგბურთელის იყო, სულ ვეუბნებოდი რომ დედა, ყველაფერს ვეუბნები ხოლმე ეხლაც. ყველაფერს მიაღწევ ცხოვრებაში, თუ კი გააქვს ცოდნა, მიზანდასახულობა და შრომის მოყვარება და მთავარი შენი ცხოვრების დევიზი უნდა იყოს. არასოდეს არ გაუკეთო ადამიანებს ის, რაც არ გინდა რომ შენ გაგიკეთო. პრინციპში ამ ქალაქში ყველა გზა საბოლოო ზღვასთან მიდის და სწორედ ამიტომ მიყვარს ყველაზე მეტად ბათუმი, იმიტომ რომ ჩემი საბოლოო გზა მაინც ყოველთვის ფინალური წერტილი არის ზღვასთან და ასე მგონია რომ ქალაქში სადაც ზღვა არ არის, ვერ ვიცხოვრებ, ძალიან ცოტა ხანი ვუძლებ ხოლმე. გიფიქრია მედეა ოდესმე ამ ქალაქის დატოვება? არასოდეს მე ზუსტად მაქვს ესეთი განცდა. ნუ რაღაც პერიოდი შეიძლება მიფიქრია რომ მეცხოვრა სხვა რომელიმე ქალაქში, მაგრამ აუცილებლად ეს უნდა ყოფილიყო ზღვისპირა ქალაქი, მაგრამ ის რომ ოდესმე წავსულიყავი და მეცხოვრა სხვაგან, ასეთი მიუხედავად იმისა, რომ 6 წლის განმავლობაში თბილისში ვიყავი ჩემი სტუდენტობის პერიოდში, ის მაინც ვერ გახდა ის ქალაქი, რომელსაც მე მშობლიურად ჩავთვლი და ანუ ვერასოდეს მთელი ცხოვრება ვერ გავატარებდი ამ ქალაქში. ეს არის ის ქალაქი, რომლის შესახებაც მე დასაწყისში გითხარით, რომ ეს არის ის ლამაზ ქალაქი, რომლის მკვიდრებიც არიან ჩემი ძალიან ახლო ადამიანები და ყველა ბათუმელი არის სულასო ვფიქრობ ჩემიანი. როდესაც ხვდებიან და მე ვაკვირდები მათ სახეებს და ვიხსენებ, როგორები იყვნენ ისინი 10, 15, 20 წლის წინ. იმიტომ რომ ხომ ხვდებოდნენ და შეიძლება საერთოდ არ მქონდა მათთან სიახლოვე. მაგრამ ბათუმელი ბათუმს ხო ვცნობთ? აი ისეთ ფერად სასიამოვნო ფერებს ვამჩნევ მათ სახეზე და დამატებულ ნაოჭებს, რომლებიც თანდათან წლების მატებასთან ერთად ემატებათ, მეც რაღაცა მომსწრევ ხდები მათი ამ წლების მატებასთან და რაღაცნაირი განცდა მაქვს, რომ მეც მათთან ერთად შევდივარ ასაკში და ეს დაისისკენ მიმავალი გზა ჩემთვის არის რაღაცა ძალიან სასიამოვნო და ნოსტალგიურიც რა თქმა უნდა რა. ყველა ბათუმელი მაინც გავს ამ რაღაცა ზღვას, ზოგჯერ მშვიდ, ზოგჯერ აღელვებულს, ზოგჯერ ღელვარეს, ზოგჯერ იდილიურს, ზოგჯერ აბსოლუტურად უშფოთველს და საერთოდ ზოგადად ადამიანები გვანან საკუთარ ქალაქს. ძალიან დიდი მადლობა მედეა რომ იყავი ჩემი გადაცემის სტუმარი და ვფიქრობ რომ ჩემს ყველაზე ბათუმურ გადაცემას შენ ძალიან მოუხდი. ძალიან დიდი მადლობა შენ. მინდა რომ აი კიდე ესე ანათო ძალიან დიდხანს ჩვენს ქალაქში და მიხარია რომ ამ ქალაქში ხარ და არ წახვედი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ მე ძალიან გული მწყდება ხოლმე როცა ბათუმელები ტოვებენ ჩვენს ქალაქს, იმიტომ რომ მე მგონია რომ ყველა ქალაქმა აი თავის ავთენტურობას სწორედ იმ თანაქალაქელებით უნდა შეინარჩუნოს. კი ბატონო და იმ ბათუმელებით, რომლებიც ამშვენებენ საკუთარ ქალაქს და მე მაინც ვფიქრობ, რომ მათი ნამზეული, სულის ნამზეული ყოველთვის შემორჩება ამ არაჩვეულებრივ, ხიბლიან, ეგზოტიკურ მზითა და სიყვარულით სავსე ქალაქს.